დაიწყო ახალი სასწავლო წელი, დაიწყო იმითი რომ სკოლას თან ახლავს ახალი აქტივობები, ახალ აქტივობებსთან ერთად ახალი წიგნები ჩნდება ბავშვების ცხოვრებაში, საკმაოდ ბევრი და მძიმე წიგნები, რასაც მძიმე ჩანთა მოსდევს, რომელიც პირდაპირ მოქმედებს მოზარდის განვითარებაზე, კერძოდ მის ხერხემალზე, ზურგის არეზე, როგორ უნდა შევარჩიოთ ჩანთა, რა პრობლემები შეიძლება ამ ჩანთის ტარების დროს წავაწყდეთ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენ სტუდიაში ვარძუკაშვილების ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ეს გახლავთ ცნობილი ტრავმატოლოგების ოჯახი, ბატონი ირაკლი ვარძუკაშვილი, ორთოპედ, ვერტებროლოგი. მოგესალმებით. გამარჯობა. მოგზაურობისათვის და შეუდგეთ ახლა საქმეს. პირველი შეკითხვა. ბატონო ირაკლი, ამ წუთში მე ექიმი ვარ და ნუ ჩავწვით რომ ექიმს ესე ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს და მე არა ვარ ექიმი. რომ ექიმს ესაუბრებით, როგორ ხდება მოზარდის ხერხემლის განვითარება, ჩამოყალიბება და ამ ჩამოყალიბების პროცესში რა ორთოპედიულმა პროცესებმა შეიძლება დაამჩნიოს თავისი ცუდი კვალი. საინტერესო კითხვა არის, ესეთი არავის არ დაუსვავს აშკარად რა. ნუ ხა უყურეთ როგორი რაღაც არის, რამოდენიმე ეტაპი არსებობს განვითარების. გოგოებში ცოტა განსხვავებულია, ბიჭებში ცოტა განსხვავებული. ყველაზე მთავარი არის განისაზღვროს, რომ სანამ ბავშვი შევა სკოლაში, მოხდეს მისი ორთოპედიული შემოწმება. ხერხემალი ზოგადად უნდა ვიცოდეთ, რომ არ მოწმდება 2, 3, 4 წლის ასაკში. მოწმდება სადღაც 6-7 წლის ასაკში. იმიტომ რომ ამ დროს ხდება რაღაცა ძირითადი ელემენტების ჩამოყალიბება და ამ დროს არის ყველაზე მთავარი. ბავშვი გადადის სკოლაში, როცა მიდის, უკვე ცოტა ბრჭყალებში სტრესულ გარემოში, იქ რაღაცა რეჟიმის დაცვა უწევს, ცოტა მეტი ჯდომა, ცოტა მეტი რაღაცა ესე სისწორეში ყოფნა უწევს. ამიტომ უნდა შემოწმდეს, რომ განისაზღვროს, არის პრობლემა თუ არ არის პრობლემა. არის რამე ხერხემლის დეფორმაცია, თუ არის კუნთოვანი დისბალანსი. ეს არის ყველაზე მთავარი. პირველი ეტაპი არის 6-7 წელი, შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი არის ბავშვებში, ისა გოგოებში მენსტრუაციული ციკლის დაწყებიდან 2 წელი, ბიჭებში წვერულვაშის წამოსვლიდან 2-3 წელი. ეს არის ყველაზე მთავარი პერიოდი, როცა მშობელი უნდა იყოს ყურადღებით. იმიტომ რომ აი ამ პერიოდში ხდება ბევრი რაღაცა და მისი დეფორმაციების პროგრესირება. ეს პერიოდი არ უნდა იყოს, ესე რომ ვთქვათ, უგულებელყოფილი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მთავარი ბავშვებში რა. ბატონო ირაკლი, რა ჩვენ თემას მიუბრუნდებით აუცილებლად, მაგრამ რას მივაქციოთ ყურადღება? აი რა რისი შემეშინდეს მე როგორც მშობელს დავუშვათ? შეშინება არ გინდათ, უბრალოდ ყველაზე მთავარი არის რომ დაინახოს მშობელი, ყველაზე პირველი მთავარი არის ასიმეტრია. როცა დაინახავს ასიმეტრიას, ბეჭების ასიმეტრია, ცოტა წინ მოხრილი არის ბავშვი, ხო? უნდა მიმართოს ორთოპედს, ექიმს და არ უნდა მიმართოთ, ეხლა ცუდად არ ვამბობ, არ უნდა მიმართოთ ან რეაბილიტოლოგს, ან მასაჟის. ყველაზე მთავარი არის განისაზღვროს, ეს არის ასიმეტრია კუნთოვანი თუ ეს არის ხერხემლის დეფორმაცია. დაისვას დიაგნოზი. დიახ, რა თქმა უნდა, აი ეს არის ყველაზე მთავარი, სადაც ბევრი კითხვის ნიშანი ჩდება ხოლმე რა, ანუ რასთან გვაქვს საქმე? აი ნეკნების ასიმეტრია შედის ამ ჩამოყალიბებაში. ეს არის გუნკერის ასიმეტრია. გუნკერის ასიმეტრია არის გენეტიკური, ძირითადად არის კაცების ხაზი. მამა, ბიძა, ბაბუა. ანუ ამას ხერხემალთან არ არის ხერხემალთან კავშირი, ეს არის გუნკერის ასიმეტრია, რომელიც ყველა ვარიანტში გარდა ვიზუალისა თუ მაღალი ხარისხის არ არის, არაფერს არ აფუჭებს. უბრალოდ ვიზუალურად ცოტა არა ესეთი არის, არა ესთეტიური არის. გასაგებია, მოდით მიუბრუნდეთ ახლა ის სკოლის თემას, რაზეც დავიწყეთ, ხო? ლაპარაკი და რაც ძალიან საჭირო როტო ალბათ ნებისმიერ მშობლისთვის. მით უმეტეს, როდესაც პირველ კლასში და მეორე კლასში მიდიან ბავშვები და იმ უზარმაზარი ჩანთების თრევა უწევთ, მართლა ოღონდ რომლებიც მართლა ძალიან მძიმეა. რა შედეგს იწვევს ეს საბოლოო ჯამში? ან იწვევს თუ არა საერთოდ? არ იწვევს. ყურეთ, ზოგადად ჩანთა, ეს არის მითი, რომ ჩანთა იწვევს ხერხემლის დეფორმაციას. არ იწვევს, უბრალოდ, აი რომ დაუფიქსეთ, ხო, ესე იგი ბავშვი მიდის ან
სკოლის ავტობუსით ან მშობელს მიყავს სკოლამდე. დიდი რომ განსაზღვროთ ბავშვმა შეიძლება ჩანთა ატაროს მაქსიმუმ დღის განმავლობაში 1 კლასიდან კლასში გადასცემს. ბატონო ირაკლი, ახლა თქვენ რაც ზანეთ ეს კარგი ცხოვრების ამბავი ეს თბილისში ხდება და საქართველოს ქალაქებში, მაგრამ იმ სოფლის ბავშვებმა რა ქნა, რომელსაც 2 კილომეტრის გავლა უწევთ ამ ჩანთა. კი ბატონო, მაგაშიც გეთახმებით, უბრალოდ ერთი ვიცოდეთ, რომ არ იწვევს დეფორმაციას, იწვევს დისკომფორტს. შეიძლება მისცეს ტკივილი, კუნთოვანი ასიმეტრია შეიძლება მისცეს, მაგრამ ხერხემლის დეფორმაციას არ იწვევს. ეს ცალსახად არის, ეს არის მითი, რომ აი ჩემ შვილს განუვითარდა ხერხემლის დეფორმაცია, იმიტომ რომ ჩანთა ატარა. არ ჩანთა, არც არასწორი ჯდომა, არც არასწორი წოლა, არც ცოტა გავშლი, არც ბრტყელი ტერფი ხერხემლის დეფორმაციას არ იწვევს. ეს არის ცალსახად. ეს უნდა ვიცოდეთ და არ უნდა გავაკეთოთ ამაზე აპელირება რა. აბა მაშინ რა იწვევს ისმის კითხვა, აბა რა იწვევს მაშინ? დაახლოებით 80% არის უცნობი ეტიოლოგიის, ანუ იდიოპათიური, საიდან ჩდება, არავინ არ იცის რა. ზოგადად აი დაახლოებით უცნობი ეტიოლოგიის არის. ზოგადად არის ხოლმე აპელირება იმაზე, რომ 40% მუშაობს ამაში გენეტიკა. ეხლა მე და ჩემი გუნდს დაახლოებით გაკეთებული გვაქვს სკოლიოზების ოპერაცია დაახლოებით 800-ზე მეტი და გენეტიკური ბმა აი ამ მშობელს კონდეს, ანუ ვიღაცა წარსულში ბებიას, ბაბუას დაახლოებით აღმოჩენილი გვაქვს 20 ოჯახში. მეტში არა. ან არ ამბობენ, ან მართლა არ არის, მაგრამ ნუ ვამბობთ, რომ პირველი 80% არის იდიოპათიური, ანუ უცნობი ეტიოლოგიის რა. რა უნდა გითხოთ ბავშვობაში როცა ცეკვაზე დავდიოდი მე ყავდა არაჩვეულებრივი ქორეოგრაფია ცხონოს ღმერთმა რობერტ დარახველიძე ჩემს მშობლებს უთხრა რომ ცეკვას თუ არ ვასწავლე გამართულ სიარულს მაინც ვასწავლიო. ერთი რამ ფაქტია რომ აი მოცეკვავების უმრავლესობა გამართულად დადის. ესე იგი ეს არის იმის პირობა რომ მართლა შეიძლება აი ამ ფიზიკურმა დატვირთვამ გარკვეული სწორი სიარული, მაგრამ არსებობს მეორე ბავშვები რომლებიც ძალიან მოხრილები დადიან. აი ხა რა შეიძლება ამ შემთხვევაში მშობლებს ურჩიოთ როგორი ვარჯიშები უნდა ჩაატაროს. ერთი რამ თქვენი საუბარიდან უკვე გამოიკვეთა რომ ბავშვის სკოლაში მიყვანამდე აუცილებლად არის საჭირო ექიმთან კონსულტაცია. რა როგორ რანაირად რომ ბავშვი სწორედ განვითარდეს რომ ამან თუნდაც მე ასაკში არ პოვოს თავისი ვიზუალური ასახვა და მოხრილ ადამიანზე ცოტა მე მგონი ვიზუალური. აი თქვენი აზრი რა ვარჯიშები უნდა ჩატარდეს იმისათვის რომ აი სწორი სიარული ისწავლოს ბავშვმა და უყურეთ ყველაზე მთავარი არის რომ ცოტა პატარა ასაკიდანვე დავიწყოთ ბავშვის აქტივობა. ძალიან კარგი არის ახლა ბავშვს რა თქმა უნდა 6-7 წელს ასაკში ვერ დავტვირთოთ რაღაცა დიდი ფიზიკური აქტივობით. ძალიან კარგი არის ტანვარჯიში, ძალიან კარგია იოგა, ესე რომ ვთქვათ და სუბუქი გაწელვითი ვარჯიშები, რასაც ქვია რა. რომ უყურეთ ნებისმიერი სპორტული აქტივობა, ეს იქნება ცეკვა, ეს იქნება ცურვა, ეს იქნება კლდეზე ცოცვა, ნებისმიერი აქტივობა ბავშვებში არის მისასალმებელი. იმიტომ რომ ბავშვი გადადის პასიურობიდან ცოტა აქტიურ მდგომარეობაში რა. ამიტომ თავიდანვე ჯობია სუბუქი ვარჯიშები, რომ გაიზრდება ბავშვი და ცოტა უკვე ჩამოყალიბება სადაც 14-15 წელსში აუცილებელია დატვირთვების მომატება. ძალიან კარგი არის ამ დროს არასიმძიმით ვარჯიში. დარბაში ვარჯიში შეიძლება, ოღონდ პირადი მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელმაც უნდა გააკეთოს აქცენტი კუნთის გამაგრებაზე, ოღონდ არა ძალისმიერი ვარჯიში. აი ძალიან მარტივად რო ვთქვათ, იოგა, პილატესი, კლდეზე ცოცვა, ცურვა, ცეკვა. აი ეს რაღაცები ბავშვთა ასაკიდანვე ძალიან კარგი იქნება თუ დააკავებენ ბავშვს ამით რა. არა, უბრალოდ ამ თემასთან დაკავშირებით გამახსენდა, რომ ბავშვობაში მეც ხომ ვცეკვავდი და შესაბამისად ან სულ მესმოდა ხოჯავა ზურგი სულ ამას მიყვირდა ხოლმე ვერ სწორდებოდი წესიერ. და მახსოვს რომ სახლში რომ მოვდიოდი ხოლმე ესეთი ჯოხი, ესეც აპრობირებული მეთოდია ხო ალბათ? ცოტა ძველია. ცოტა ძველია, მაგრამ მოქმედებს, ანუ აი ესე რომ გამოვიდა ჯოხი. ეხლა ცოტა ძალიან ღრმად შევალთ და ამას ესე დიდად ვერ გავშლით. უყურეთ, როცა ბავშვი ბეჭებში მოხრილი არის, უნდა განისაზღვროს. ეს არის გულმკერდის ზედა ნაწილის პრობლემა, თუ წელის პრობლემა. გოგოებში თუ დააკვირდებით, უმეტესობას წელი შეწეული აქვს. როცა წელი შეწეული არის, ავტომატურად ბეჭებში იხრება. ამიტომ თქვენ რო გოგოები ჯოხს დაიჭერთ და ბეჭებში გაიშლებთ, ავტომატურად ქვედა პრობლემა
პრობლემა უფრო ღრმავდება. ამიტომ მაგას ჯობია ჯოხის დაჭერას აქცენტი გააკეთოთ უფრო გაწევლითი ტიპის ვარჯიშებზე რა. ჯოხით მკურნალობა ესეთი ცოტა ძველი მეთოდია, რომელიც ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ არ რეკომენდებულია. გასაგები. ბატონო ირაკლი, ხა ყველასათვის ცნობილია, რომ ხერხემლის გამრუდების ორი უხეშად რო ვთქვა, ორი ფორმა არსებობს, ლორდოზი, კიფოზი და ძალიან საინტერესოა, ქათმის გულმკერდი. აი ამას რა იწვევს, ეს მხოლოდ გენეტიკურია თუ ამა შეიძლება მეჩექმის გულმკერდი, მეწახის გულმკერდი და ასე შემდეგ. უნდა განისაზღვროს, ესე იგი, უნდა ითქვას, რომ გულმკერდის დეფორმაციები და ხერხემლის დეფორმაციები სხვადასხვა არის. ის სხვა პრობლემა არის, ეს სხვა პრობლემა. არც ერთი ერთმანეთს არ იწვევს რა. ის დამოუკიდებელია, ზურგის პრობლემა დამოუკიდებელია. ზოგადად ხერხემლის და გულმკერდის დეფორმაციების უმეტესობა არის გენეტიკური, უმეტესობა არის უცნობი ეტიოლოგიის. ესე კონკრეტული რა იწვევს არ არსებობს. მაგრამ კიდევ ერთხელ თანხმდებით, გულმკერდის დეფორმაციები თუ არ არის ღრმა და დიდი დეფორმაცია, ძირითადად არის ვიზუალური პრობლემა. ის რომ დააწვეს თუ არ არის დიდი დეფორმაცია, ხომ? აი მე მაგა პაციენტები ყავს, რომელსაც აქვს ძალიან ღრმა ჩავარდნილი გულმკერდი, რომლებიც არ იწვევენ არც სუნთქვის უკმარისობას, არც გულის პრობლემას. ამიტომ პაციენტს უჭირს გადაწყვეტა ეს ვიზუალის გამო გაიკეთოს ოპერაციული მკურნალობის ჩაატარება თუ დატოვოს ესე, მაგრამ 80%-ში ძირითადად არის ვიზუალური პრობლემა რა, რომელიც სამწუხაროდ გარდა ოპერაციულისა არ სწორდება. და ერთი შეკითხვა კიდევ ბატონო ირაკლი, უკვე ასაკში შესული ადამიანები შეიძლება რომ გავამხნეოთ იმით, რომ ფიზიკური ვარჯიში ამ მოხრილობას რაღაცნაირად გაასწორებს. უყურეთ კი, როგორ არა. უბრალოდ აი როცა ცოტა ხანში შესული ხალხი მოდის ხოლმე ხო კონსულტაციაზე, შეიძლება იმდენად ვარჯიშით ვერ დაკავდნენ, მაგრამ სულ ვეუბნები, რომ სადღაც დაახლოებით 4 თვეში ერთხელ მაინც, ოღონდ არა ყოველდღიურად, დღე გამოშვებით მინიმუმ სუბუქი მასაჟი მაინც ჩაიტარონ, რომ კუნთი ხელოვნურად ცოტა გაძლიერდეს. იქ კიდე სხვა რაღაცა манипуляციები არის, რომელთაც ამისი კომპენსირება შეიძლება. ამიტომ ასაკში ხერხემლის პრობლემის მოგვარება ხდება. ოღონდ ცოტა განსხვავებულად, რომელსაც აუცილებელი არის, რომ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს რა. ძალიან დიდი მადლობა უკაცრავად ჩვენ დროში ვართ ახლა შეზღუდული არ ვართ ჩვენი შეზღუდული. ბოდიში უკაცრავად. თუ შეიძლება ერთ შეკითხვას დავსო. არა, მართლა ძალიან საინტერესოა ისო ბავშვების თემას რომ მიუბრუნდეთ, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში მყოფი ყმაწვილი ბიჭების თემას, როდესაც იწყებენ წონით ვარჯიშს, ხო? და ბევრი ვიცით ასეთი. აი მან რა არის ყველაზე საფრთხილო? უყურეთ 16 წლამდე წონით ვარჯიში არ შეიძლება. წონაში ორი განსხვავებული კითხვა არსებობს ხოლმე. არის შტანგით ვარჯიში და არის ჰანტელები. ჰანტელები შეიძლება, ოღონდ სუბუქი წონით. 16 წლამდე ბავშვმა, გოგო, ბიჭმა არ უნდა ივარჯიშოს შტანგით. არ შეიძლება უბრალოდ. არსებობს აუცილებლად, როცა ბავშვი იწყებს დარბაზში ვარჯიშს, უნდა გაკეთდეს ხერხემლის ექიმის კონსულტაცია, რომ განისაზღვროს, რის დატვირთვა შეიძლება და რა არ შეიძლება და აუცილებლად პირადი მწვრთნელი უნდა იყოს საყვანელი. აი ხა მაგალითად ჩემი შვილი რომ დაიწყო 12 წლის ასაკში ვარჯიში, მივედი მწვრთნელთან, დაველაპარაკე, გავიერეთ რაღაცა საკითხები და დაახლოებით 3 წელია ძალიან მარტივად მართავს თავის დატვირთვას რა. მაგრამ ერთი ვიცოდეთ, შტანგა და სიმძიმით ვარჯიში 16 წლამდე არ შეიძლება. ხო, ნუ აი ეს უნდა გაითვალისწინონ აუცილებლად თინეიჯერებმა თუ დიახ, აუცილებელი არის. ჩვენი ძალოსნები არ შემოგწღრნენ ახლა ამის გამო. არა, ყველაფერს ხო კანონზომი, ანუ რაღაცა საშუალოდ იცავდნენ რაღაცა წესებს და კანონებს. და საბოლოო ჯამში აი ესეთი შემაჯამებელი სიტყვით რაღაცა რეკომენდაცია რომ მივცეთ. უყურეთ, ყველაზე მთავარი არის ესეთი, რომ შევაჯამოთ ეს ყველაფერი. პირველი შემოწმება გაკეთეს ბავშვის 6 სკოლამდელ ასაკში, სანამ სკოლაში მივა. აუცილებლად მე რაღაცა რჩევებს მიიღებს ექიმი და მაგრამ ყველაზე მთავარი ესეთი რჩევა არსებობს. პატარა ასაკიდანვე ბავშვი უნდა იყოს მინიმალურად მინიმუმ 3-ჯერ მაინც კუდაში დატვირთული რამე სპორტული აქტივობით. და როგორც კი ცოტა ასაკი მოემატება, ეს დატვირთვა უნდა გაიზარდოს. იმიტომ რომ ბავშვი უნდა გადავიდეს დღევანდელი ცხოვრებიდან პასიური ცხოვრებიდან, უნდა გადავიდეს აქტიურში. სკოლაში აქტივობები არ ყოფნის. დამატებით მინიმუმ 3-ჯერ მაინც უნდა იყოს აქტივობა დაგეგმილი რა.
ძალიან კარგი რჩევები იყო. უღრმესი მადლობა. ძალიან საინტერესო თემაზეც ვისაუბრეთ, ესე იგი ჩვენ სტუმართან ერთად. ირაკლი ვარძუკაშვილი იყო ორთოპედი ჩვენთან ერთად. მეორე სახელწოდებას ვეღარ ვამბობ. ვერტებროლოგი? როგორ? ვერტებროლოგი. ვერტებროლოგი, ხო, ესე უცებ არ შემიძლია. ვივარჯიშე და ვივარჯიშებ ხერხემლის გასწორებაზე უფრო კარგი იქნება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ დილიდან ჩვენთან იყავით.